გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გვექნება ალბათ საუბარი, სტუმარიც ასეთია. ბატონი ალექსანდრე საშა რუსეცკი, როგორც სერიოზული მეცნიერი, რამდენიმე მიმართულებით, კონფლიქტოლოგი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და პიროვნება, რომელსაც ამ მიმართულებებით, სწორედ ორი ძირითადი მიმართულებით სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული. ასეთი ადამიანები ქვეყნის სიმდიდრეა. ეკრანზე ძალიან კარგი რამ გვიწერია, საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ხავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ, ეს ქვეყნის ოქროს ფუნდია და ასეთი გაბედული ადამიანებით უნდა შეიქმნას დიდი ქართული ერთობა. ჩვენ ასეთი საუბარი ეს დავიწყეთ უკვე და ორი ძალიან საინტერესო პიროვნება მონაწილეობდა. ერთი ბატონი გია კვაშილევა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი, დოქტორი და ბატონი მურმან კვარაცხელია, აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების დოქტორი, ეკონომისტი და აფხაზეთის უზენაეს საბჭოს წევრი. ეხლა ცოტა სხვა მიმართულებით, მაგრამ მაინც სამ რამეს გამოვყოფ. რაზეც მინდა რომ ბატონ საშასთან ერთად ვისაუბროთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ფუნქცია არის, რომ ქვეყანაში იყოს კონკურენტული გარემო და დაცული იყოს ადამიანი. მეორე საკითხი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, საქართველოსთვის, რომ საქართველო არის დიდარი ქვეყანა, ყველა ტყუის რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდარი ქვეყანა, მაგრამ ცხოვრობთ ღარიბად. რატო? ხომ არ არის პირველი და მეორე ერთმანეთთან კავშირში და მესამესთან განსაკუთრებით. საქართველოს ისტორია ადასტურებს, რომ ჩვენ ბევრჯერ გქონდა კრიზისი, უმძიმესიც. და ყოველთვის კრიზისი იყო მაშინ, როდესაც შიგნით იყო დაპირისპირება. და კრიზისი მით უფრო ღრმა იყო, რაც უფრო ღრმა იყო ქვეყნის შიგნით დაპირისპირება. ეს არ ეხება ერთ საუკუნეს, ორ საუკუნეს, 1000 წლეულებზეა ლაპარაკი. მაგრამ ისიცაა ისტორია იმასაც ამბობს, რომ როდის გამოდიოდი ჩვენ კრიზისიდან და როდის იქნებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო. ქუჯისა და ფარნავაზის მაგალითია ამისთვის საკმარისი და შემდგომ ბაგრატ მესამის მაგალითია საკმარისი, რომ მაშინ გამოდიოდი მდგომარეობიდან, როცა ვიღაცა მიდიოდა კომპრომისზე. როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან საუბრის ენას პოულობდნენ და ამ საუბრის ტონალობა იყო ქართული. საუბრის ენა, ქართული საუბრის ტონალობით. აი ხომ არ არის დღეს ყველაზე მეტად მე ასეთ შტაბილობა მჩება, რომ საქართველოს ისტორიაში ცოტა იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ქვეყნის შიგნით გჭირდება არნახული ერთობა და მაშინ ქვეყანა შეასრულებს თავის ისტორიულ მისიას კაცობრიობის წინაშე, საქართველოს სულიერი მისია რომ ქვია. ამ თემებით ვიწყებ საუბარს ბატონ ალექსანდრე, ბატონ ჩვენს მეგობრული სიტყვით ვამბობ საშა რუსეცკისთან. ბატონ საშათან ნელ-ნელა იმ გვარებსაც ჩამოვაყალიბებ, ვაჩვენებ, ვინც დასახელებულია 1-50, მინდა მოგილოცოთ, რომ თქვენი იმ 50-ში შედიხართ, რომელიც ყველაზე მეტად ხალხის მიერ დასახელდა. მე მომწონხართ, არ მომწონხართ, მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა დაგიჭირათ მხარი და ძალიან კარგია. ზანეთ, რა ვიცი, აი ამ თემებით, რომელსაც შემოგთავაზეთ და რასაც ჩათვლით საჭიროთ, ისაუბრეთ, ბატონ საშა, თქვენ ძალიან საინტერესოდ მოსაუბრი ხართ და მე დარწმუნებული ვარ ხალხისთვის ასეულო. მოწვევისთვის ბატონ თებური, დიდი მადლობა იმ ინიციატივებისთვის, რასაც თქვენ პერმანენტულად ფაქტობრივად ახორციელებთ, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ეს დიდი ხანი არსებობს, ზუსტად არის არაკონკურენტული პოლიტიკური გარემო. შესაბამისად ეს პრობლემა არის გამოწვეული იმით, რომ დაუშვათ მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ გაერთიანდნენ და შექმნან დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი იქნება. ეს იქნება აგრარული პარტია, სხვა ტიპის ინტერესთა ჯგუფები. ამიტომ პოლიტიკური სპექტრი საქართველოში დიდი ხანია უკვე არის მოძველებული. ის რეალობას არ შეესაბამება, ანუ პოლიტიკური სისტემა საქართველოში არის ფაქტობრივად პარალიზირებული.
იმიტომ რომ ჯამთელი პოლიტიკური სისტემა უნდა გამოხატავდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესებს და არა მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესს, რომელიც ახდენს შემდგომში იმიტირებას იმისი რომ გამოხატავს და ფარავს უყურას ინტერესს. ხო ესე იგი ეს ტყუილი საფუძველშივე ხო გვაძლევს აი ამ ილუზიას იმის რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არავითარი დემოკრატიული ქვეყანა საქართველოს დიდი ხანი არ არის. ეს პირველი. მეორე, რაც მე მინდა თეზისში გავაჟღრო, ის არის ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ პოსტსაბჭოთა საქართველო ხო დასრულდა 2008 წელს. 2008 წლიდან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად არის ნაწილობრივად ოკუპირებულ რეჟიმში ყოფი ქვეყანა არის და შესაბამისად რა პირობები იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ომი შეჩერდა, ხო? დაყენებული, წამოყენებული, ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობა არაფერი არ ვიცით. ეს არის დახურული თემა, ტაბუირებული თემა, რომელიც შესახებაც არავინ არ ლაპარაკობს რა. რეალურად ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი სრულყოფილი ქვეყანა და შესაბამისად მთელი ჩვენი პოლიტიკური სისტემა როგორც ასეთი, ხო, არის დანაღმული. რაში გამოიხატება ახლა ეს დანაღმულობა? გამოიხატება იმაში, რომ ესე იგი ლეგიტიმაციის დონე ზოგადად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯამთელად და ასე ვთქვათ, ნაყოფიერად იმართოს მთელი ქვეყანა, სახელმწიფო და შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს უკვე მეორე პრობლემატიკა, რასაც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, როგორ შეიძლება რომ დიდ ქვეყანაში იყვნენ ღატაკი ადამიანები, ხო? ხო, ეს პარადოქსი არის, ქართული პარადოქსი არის. ხო, ესე იგი, აი ამ პარადოქსის, აი ამ კრიზისის, აი ამიდან გამოსვლისათვის ჩვენ უნდა რეალურად შევაფასოთ თუ რა გვჭირს, ხო, ესე იგი, გვჭირს ის, რომ ესე იგი ეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ჯამთელი ლეგიტიმაციის, ნამდვილი ლეგიტიმაციის, არა სრულ ლეგიტიმაციის, ხო? ლეგიტიმაცია ეს არის ერთობლიობა იურიდიული და ფსიქოლოგიური, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტების, ხო? შეიძლება იურიდიულად რომელიღაცა პოლიტიკური რეჟიმი თვლიდეს ან ნამდვილად იყოს ესე იგი სამართლებრივი თვალსაზრისით ესე იგი ლეგიტიმური, მაგრამ მოსახლეობა არ ენდობა მას. შესაბამისად დამთავრებულია თემა, იმის ლეგიტიმაცია აღარ არის საკმარისი, ხო? ან შეიძლება პირიქით ესე იგი საერთოდ არ იყოს ლეგიტიმური, ხო? ბევრი პოლიტიკოსი არსებობდა მთელი მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც ფაქტობრივად მოდიოდა ხელისუფლებაში, არა იმიტომ რომ ლეგიტიმური გზით მოდიოდა, არამედ იმიტომ რომ ლიდერი იყო, რეალური ლიდერი იყო, ხარიზმა ჰქონდა, ხო? სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ დღეს ისეთ გარემოში, სადაც გვაქვს რამოდენიმე de facto პოლიტიკური სისტემა, ეს არის აფხაზეთი, ფაქტობრივად ოკუპირებული ტერიტორია, ეს აცნივალის რეგიონი, სადაც de facto ხელისუფლება არის ოკუპირებული და ეს არის თბილისი, რომელშიც ასევე არის არასრულყოფილი პოლიტიკური ხელისუფლება და ამ პოლიტიკური ხელისუფლების არასრულყოფილებისათვის გადადგმული იყო კიდევ ერთი ნაბიჯი. აი ამ ნოემბრის წინასწრის ნოემბრის არჩევნებში, როდესაც არ მოხდა ეს კომპრომისი, არ მოხდა შეთანხმება. მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ოპოზიციაში გარკვეული ძალები ამას წინა არჩევნებზეც ცდილობდნენ, რომ ესე იგი ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო ეს სისტემა. იმიტომ რომ მე არ ვიცი ვიზე მუშაობენ ისინი, მაგრამ ისინი ამას ცდილობდნენ რეალურად, რომ კიდევ ერთი ფეხით დაკოჭლებულიყო უშუალოდ პოლიტიკური ჩვენი სისტემა მთლიანობაში, ხო? ესე იგი, აქ თუ არ იქნა, ესე იგი, მოძებნილი გარკვეული კომპრომისები, თუ არ მოხდა, ესე იგი, შეფასება ჩვენი რეალური შესაძლებლობების და ტრანსფორმაცია პროცესების, ხო, ჩვენ ამ კრიზისიდან ვერ გამოვვალთ და კრიზისის თვისება რა არის? კრიზისიდან გამოსავლის ორი სტრატეგია არის, ორი პარადიგმა არის. პირველი პარადიგმა ეს არის ის, რომ სისტემა როგორც ასეთი იშლება, ვერ ინარჩუნებს, ესე იგი, ერთიანობას და პარადიგმა მეორე ხდება ესეთი ტრანსფორმაცია ქვეს სისტემებს შორის ურთიერთობაში, რომ ფაქტობრივად სისტემა შეიძლება უფრო გაძლიერდეს კიდეც და ერთიანობა შეინარჩუნოს და განვითარდეს კიდეც, ხო? ჩვენ ბუნებრივად მეორე ამ სტრატეგიაზე უნდა ავიღოთ გეზი. თქვენი გვარის იმაშიც გიწერიათ, მაგრამ რომ პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად. ჩვენ ვლაპარაკობთ კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. კი ბატონო, ნამდვილად ისე კონფუზი გარდაქმნათ გამარჯვებათ. ხო, ესე იგი, ეს რეალურად ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. ეს უნდა შევასრულოთ. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად ისევ დაუბრუნდეთ აი ამ ინტეგრირებული უშუალოდ რესურსების კონცეფციას, ხო? ეხლა რა არის ინტეგრირებული რესურსების კონცეფცია? როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ არაფერი არ გამოვტოვოთ და ყველა რესურსი იყოს გამოყენებული. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ განიხილავდა და არც განიხილავს ადამიანურ რესურსს, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ რესურსს. ესე იგი, ადამიანური რესურსი არ განიხილება როგორც თემას საერთოდ, ხო?
განიხილება იქ მინერალური რესურსები, განიხილება ესე იგი წიაღისეული, ესე ვთქვა ტრანზიტი და ასე, მაგრამ პიროვნებები, ადამიანები არ განიხილება როგორც სტრატეგიული რესურსი. ეხლა აი ამ ადამიანური რესურსის განსაკუთრებული სისტემა, ხო, ესე ვთქვათ, ეს არის სამეცნიერო შულოთ ასე ვთქვათ საზოგადოება, რომელიც რეალურად არის მფლობელი გარკვეული ინფორმაციის. ხო, შესაბამისად ინფორმაციაც რესურსია, ეს ეკონომიკური რესურსია, ხო, ცოდნა, ინფორმაცია და შესაბამისად წარმატებული ეკონომიკა დღეს არის ეს ეკონომიკა, წარმატებული პოლიტიკური სისტემა ის სისტემა, რომელიც ცოდნის ეკონომიკაზე არის აგებული რეალურად და შესაბამისად ესე იყენებს ამ ცოდნას იმისთვის, რომ მართოს ეს სისტემა, ხო? ეს აბსოლუტურად აღნიშნავს იმას, რომ ესე იგი ხოდ მეცნიერებმა მართოს ესე ვთქვათ ქვეყანა, იმიტომ რომ ეს მერიტოკრატიული უშუალოდ რადიკალური ვარიანტი არ ამართლებს, იმიტომ რომ მეცნიერებაც კი და სამეცნიერო ცოდნა ეს არის მხოლოდ ცოდნის ერთ-ერთი სახეობა და არა ერთადერთი სახეობა. ხო, ამიტომ არის ცოდნა სამეცნიერო ცოდნა და არის არასამეცნიერო ცოდნა. ხო, მაგალითად გამოცდილება, ხო? ტრადიცია, ინტუიცია, მაგალითად უშუალოდ მითი, ლეგენდა, რელიგია, თეოლოგია, ხო, ეს თქვა. ეს თეოლოგია მეცნიერება არის, მაგრამ ესე ვთქვათ, ეს არის ის დიდი კაპიტალი, ხო, ესე ვთქვათ, არტი, რაც თავარია ხელოვნება, ხო? რომელიც მეცნიერებასთან ერთად ხო ქმნის ეროვნულ კოგნიტიურ პოტენციალს. ანუ გადავდივართ ისეთ საკითხებზე, როგორც არის კოგნიტიური ეკონომიკა. ხო, ესე იგი, ცოდნის ეკონომიკა, ხო, ესე იგი, კოგნიტიური ეკონომიკური აზროვნების გარეშე ვერ იარსებებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვერ შევიცნობთ საკუთარ თავს, თუ ჩვენ ვერ შევიცნობთ საკუთარ შეცდომებს და ვერ ვახდენთ ესე იგი ამ შეცდომების შეფასებას, ბუნებრივი არის, რომ ეს კრიზისის უარყოფითი დინამიკა და ტრაექტორია და პარადიგმა არის ფაქტობრივად გარანტირებული ამ შემთხვევაში. ხო, ამიტომ არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განსაკუთრებულ ელემენტს წარმოადგენენ ფაქტობრივად ის ადამიანები, ვინც ფლობს გარკვეულ ცოდნას, ხო? მათ შორის მეცნიერები. ეხლა როგორ უნდა გამოიყენოს სისტემამ ზოგადად ესე იგი მეცნიერების კაპიტალი, ამაზე რამოდენიმე სიტყვას და ჩემ მოსაზრებას. კი ბატონო. სხვადასხვა ვარიანტი და მოდელი არსებობს, ბუნებრივი არის, რომ ასე ვთქვათ, საპარლამენტო და უშუალოდ სისტემაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა არსებობდეს გარკვეული უშუალოდ მექანიზმები, როგორც პირდაპირი მონაწილეობის მეცნიერების, ასევე და უშუალოდ ისეთი მნიშვნელოვანი რგოლები, როგორც არის ექსპერტიზის, advising-ის, მრჩეველთა საბჭოები, ვეზირთა საბჭოები და ასე შემდეგ, ხო? რომლებიც ესე იგი ამზადებენ ინფორმაციას იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ეს სოციალური ინფორმაცია და ის რაღაცნაირად პოლიტიკოსებმა გამოიყენოს. პოლიტიკოსს თქვენ მოგეხსენებათ, რომ თქვენ მოქმედი პოლიტიკოსი იყავთ და ხართ ახლა, ხო? ესე იგი, პოლიტიკოს ასწალია ხშირად იმისთვის, რომ ესე იგი რაღაცეები იკითხოს და ასე შემდეგ, იმიტომ ის ოპერატიულ ქმედებაში არის ჩართული, პერმანენტულად არის ჩართული. ამიტომ ჭირდება ადამიანები, ვინც ესე იგი ზიან რაღაც და შესაბამისად მათ შორის ალიანსი უნდა არსებობდეს. ეს არის ტაქტიკური, ინტელექტუალური და ასე ვთქვათ, სტრატეგიული თანამშრომლობის კომპლექსიანი მთელი, ხო? ესე იგი, ეს ინსტიტუციონალური ფაქტობრივად მექანიზმები თუ ჩვენ ახლა არ დავდეთ, არ შევქმნით, ხო, ბუნებრივი არის ჩვენ რესურსებს ვერ გამოვიყენებთ. ახლა ნახეთ რა არის პრობლემა. პრობლემა პოლიტიკოსებში კი არა, მეცნიერებში არის. რატომ? იმიტომ რომ მეცნიერებმა ვერ დაანახეს საზოგადოებას, მეცნიერებმა ვერ შექმნეს ისეთი კონვერტირებული პროდუქტი, რომელიც ესე იგი დღევანდელ ბაზარზე გაიყიდება. პოლიტიკურ პროექტებზე ვსაუბრობ მე. მაგალითად, დღემდე არ არის შექმნილი ესე იგი საქართველოს უშუალოდ ეროვნული განვითარების სტრატეგია. აი, მეცნიერთა კონგრესი მუშაობს და ცდილობს დოქტრინას შექმნას. ეს ელემენტები არის, რაღაცა ცდილობები არის, ხო, მაგრამ თუ ასეთი ტიპის პროდუქცია არ იქნება შექმნილი, ხო? ბუნებრივი არის, რომ ესე იგი ქვეყანა წინ ვერ გავითარდება და შესაბამისად იქნება პრობლემებით ახსავს, ხო? ეს დაფინანსება და ეკონომიკური თვალსაზრისით მეცნიერება, თვითონ მეცნიერებაში უნდა არსებობდეს მეცნიერებად მცოდნეობის განვითარების კულტურა, რაც საქართველოში არსებობს. ესე იგი, ჩვენ არ გვყავს სპეციალისტები მეცნიერების ეკონომიკაში, მეცნიერების მართვაში, მეცნიერების სამეცნიერო ჟურნალისტიკაში თუ გნებავთ, სამეცნიერო კომუნიკაციებში,
მეცნიერების სოციოლოგიაში, მეცნიერების ფსიქოლოგიაში, სამეცნიერო დიპლომატიაში ჩვენ არ აქვს სპეციალისტები, არ ვამზადებთ ამ სპეციალისტებს. ესე იგი რა ხდება? თვით ეს მეცნიერების სუბსისტემა, ხო? არის სუსტი. არის სუსტი. ხო, ჩვენ ფაქტობრივად თუ არ შევქმნით ახალი მართვის სისტემების შიგნით მეცნიერებაში, ხო? თუ ჩვენ არ დავნერგეთ ეს ახალი მეთოდები უშუალოდ მართვის, ხო? ბუნებრივი არის ჩვენ მეცნიერთა კორპუსს, ხო, არავინ არ გაუწევს არავითარ ანგარიშს. არავინ არ გაუწევს ანგარიშს და შესაბამისად ეს ტრაგედია იქნება. ეს იქნება ტრაგედია, იმიტომ რომ ტრაგედია ნებისმიერ ჩვენთაგანისთვის, მართლაც, როდესაც ჩვენ რაღაცა ინფორმაციას ფლობ და როდესაც არავინ ამით არ ინტერესდება. როდესაც ჩვენ ამას ვერ იყენებ ამ ინფორმაციას, ეს ტრაგედია, იმიტომ რომ შენ დღე-დღე მუშაობ ამაზე, შენ აღმოჩენები გაქვს, მაგრამ ეს აღმოჩენები არავის არ ჭირდება. აი ეს არის რა უბედურება, ხო? მაშინ როდესაც სხვა ტიპის საზოგადოებაში ეს ძვირად ღირებული პროდუქტი არის, ხო? ესე იგი, აი ეს არის მომენტი, რომ ესე იგი ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს, სამეცნიერო პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ანუ ჩვენ შეფუთვა უნდა ვისწავლოთ, რაც არ ვიცით. ესაა პრობლემა. ეს ჩვენ რაც გვეხება უშუალოდ მეცნიერებს, მაგრამ პოლიტიკოსებმა, ხო, არ უნდა დაგვინახონ ჩვენ როგორც ესე კონკურენტული ძალა, რომელმაც შეიძლება მათ რაღაცა აღვნიშნოს. პირიქით. როდესაც ჩვენ ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ, ლეგიტიმაცია ნიშნავს მდგრადობასაც. ხო, მდგრადი პოლიტიკური სისტემა, მდგრადი პოლიტიკური რეჟიმი, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც უნაწილებს საზოგადოებას და მათ შორის ესე იგი სამეცნიერო ელიტის ნაწილსაც უნაწილებს ხელისუფლებას, ძალაუფლებას, ხო? თუ ის ამას არ აკეთებს, ეს შესაბამისად არ ნაწილდება პასუხისმგებლობას. ესე იგი, მთლიან პასუხისმგებლობას იღებს თავის თავს. იმ უარყოფით სცენარებზე, რა უარყოფითი სცენარებიც შეიძლება რომ ჩვენ მივიღოთ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის ქმედებების შედეგად რა. ну ძალიან მე არც მივეცით თავისუფლება რომ იმდენად საინტერესოდ და როგორც იტყვიან მარტივად ამბობდა იმ სიბრძნეს რომელიც დღეს აუცილებელია უბრალოდ მე მგონია რომ თქვენ როცა საუბრობთ რომ მეცნიერება უნდა შექმნა რომელიც რაღაც ღირებული იქნება რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია მაგრამ შემქმნელსაც ჭირდება დამნახავი შეიძლება შექმნილია და ვერ უყურებს ვინმე იმას რო არის თქვა ახლა პირობითად ვამბობ რა ანუ რამდენიმე რამე დოკუმენტი აი თუნდაც ახლა თქვენ წიგნი გეჭირათ ხელში ხო ახლა მეცნიერების მიერ შექმნილია ეს ახლა რა უნდა ქნან მეტი უკეთესი იმით რომ აჩვენეს ანუ ჩვენ ვამბობდით ერთ რამეს რომ ხელისუფლების ბისადმი წინადადება მეცნიერთა კონგრესი იყო ერთი პირველი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინვენტარიზაცია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების ანუ რა პოტენციალი აქვს ამ ქვეყანას მეორე ჩვენ უნდა გქონდეს არსებული მდგომარეობის ობიექტური ანალიზი ხელისუფლება ამბობს ყველაფერი კარგად არის ოპოზიცია ამბობს ყველაფერი ცუდად არის ერთის ტყუის მეორეს ტყუის ამიტომ იყო საჭირო რომ ობიექტური ანალიზი ანუ თუ ჩვენ გვექნება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების ანალიზი და ჩვენ გვექნება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი საჭიროა მესამე ელემენტი რა არის ეს ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში ეს იყო პირველი რომელიც თქვათ მეცნიერთა კონგრესმა შექმნა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მან არ გამოიყენა და პირველი რაც გაეგზავნა ბიძინა ივანიშვილს ბიძინა ივანიშვილის შესაბამისი იმით სადაც 3 ტომი იყო ჩამოყალიბებული სადაც იყო მოცემული ანალიზი მდგომარეობის და იყო სწორედ რესურსული ეს უფრო სრულყოფილია რომელიც ამ ბოლო პერიოდში ბატონი გივით ალაკვაძე ედგა მაშინაც ამ საქმეს სათავეში ის მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა იყო და იყო ყველაფერი ამის ისე ჩემი პოზიცია მუდმივად იყო ერთი რამ რომ ეცაღან თქვენ შეიძლება გარეთ უსმენდით იმას რომ როცა მომენტი დადგა მივედი მეცნიერებათა აკადემიაში და უთხარი მან რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თქვენ გაგიცნობთ პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ანალიზი მაინც გავაკეთოთ ქვეყანაში რა ხდება და შევხედოთ ამას ხო მეცნიერული თვალით შევხედოთ ამას ვინმე ხო არა მოსულ ვინმეს დაუპირისპირდით ნახოთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ჩემი პოზიცია დღესაც რჩება ასეთია თქვენ როგორ აფასებთ ამას თუ კანონში გვიწერია რომ მეცნიერება არის მრჩეველი ხელისუფლების ასე წერია პირდაპირ. მე ვეუბნები მეცნიერებათა აკადემიას. ჯერ მაშინაც ვეუბნებოდი, დიდი მეცნიერი იყო ბატონი ალეკო თავხელიძე. სხვა შორის ევროპაში შევხვდი სადოუნიჩის უნივერსიტეტის რექტორს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს. და მან მითხრა რომ დიდი მადლობა მინდა გადაცეთო სააკაშვილს და გამიკვირდა ახლა სააკაშვილია პრეზიდენტი იმ პერიოდში და და მე ვთხარი რა არის მეთქი და დიდი მადლობა რომ
გამოაქცია საქართველოსთან ალიკო თავხელიძემ. მეო შევქმენიო კათედრაო და გვერდით თქვენ იმაზეა პასუხის გაძებ შევქმენი კათედრაო სოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული სამეულში შედის თავის მიმართულებით ალიკო თავხელიძე. შევქმენი კათედრა ბინის საკითხი გადაუწყვიტე ხელფასი მივეცი ვიდრე სხვას და დავნიშნე კათედრის გამგედ იმავე დღესვე როგორც კი შევხვდი მასთან დაველაპარაკე. ანუ მეცნიერი რომელიც გავაქციეთ აქედან ჩვენ იმ მეცნიერს ნახეთ რა გაუკეთეს იქ და ბატონი ალეკოს მე ვნახე შევხვდი და მითხრა სასწაული რამეები გააკეთა იქეთ იმიტომ რომ თქვენ იცით დუბნაში მას ვებერთელა ესენი ქონდა და რაღაც მეცნიერებათა აკადემიის მეორე მაგალითს გეუბნებით აგერ ბატონი იყო გამყრელიძეა რა ძალიან ცნობილი მეცნიერი ხომ გამყრელიძე მივიდა ერთხელ დაურეკა წინასწარ და მივიდა მისაღებში მიხეილ სააკაშვილის მისაღებში დილით 10 საათიდან ну სააკაშვილი როგორც თვითონ მესაუბრა მივიდა 12 თუ პირველ საათზე სამსახურში და ну ელოდა და მე 4-5 საათზე ну ტაქტიანად ახლა იცით თქვენ ბატონი გამყრელიძე როგორ პიროვნება იყო და იჯდა მისაღებში ამ სოფლიოში აღიარებული მეცნიერი და აბსოლუტურად არავინ არ ეძახის მას და მე უთხრა ამ ქალბატონს რომ უთხარითო რომ მეო ველოდებიო იმ სიმაზე მეო ხوار მომიწვევია თუ უნდა დაველოდოს თუ უნდა წავიდესო დაელოდა 7 საათამდე მაინც მე არ დაველოდებოდი მაგრამ ნუ იმან ესე და გადაწყვიტა დაელოდა არ შეხვედრია თქვენ იცით ამერიკის მოდელი როგორია ამერიკაში პრეზიდენტები რომ მოდიან მეცნიერებათა აკადემიით იწყებენ მიდიან და მეცნიერებით იწყებენ ნებისმიერ ნორმალურ ვინც წავიდა წინ გერმანია იაპონია კორეა ყველა ეკნობა მეცნიერებას მეცნიერების იგნორირება არავის არ გამოუვიდა უბრალოდ ყველა ხელისუფლება ამთავრებს ცუდად მაგრამ მანამდე მე ვეუბნებოდი და ვეუბნები დღესაც მეცნიერებას რომ თუ თქვენ ხართ ოფიციალურად მრჩეველი და რასაც ხელისუფლება აკეთებს ამას ვეუბნები 92 წლიდან თუ ამას აკეთებს თუ რასაც თქვენ ურჩევთ ამას აკეთებს ხელისუფლება მაშინ რა გვინდა ესეთი მეცნიერება მაგრამ თუ თქვენ ურჩევთ და ისინი არ აკეთებენ მაშინ რა გვინდა ასეთ ხელისუფლება წყალგამყოფი არის ან თუ მეცნიერები ხართ ურჩიეთ მით უფრო კანონში წერია თუ არა და უთხარით ამოიღეთ კანონიდან ეს იმიტომ რომ გარკვეული პერიოდი გავა და ხალხი უკვე შეხედავს იმ კანონში ეწერა და შეგესრულებია თქვენი ფუნქცია თუ არ ასრულებდით გებრძოლათ იმის თქვენი ფუნქცია შეგესრულებიათ ანუ ვიმეორებ მოკლედ და ლაკონურად ვამბობ რომ თუ მეცნიერები რასაც ხელისუფლებები აკეთებენ ამას ურჩევდნენ მეცნიერები ჩვენ არ ყოლია მეცნიერები მაგრამ თუ მეცნიერები ურჩევდნენ და არ ასრულებდნენ ხელისუფლებები მაშინ არ ყოლია ხელისუფლებები მე ოდესაც უთხარი წინა პრეზიდენტს ძალიან საინტერესო კარგი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტო და ჩემი სუსტი ადგილი არის მეცნიერება. ნუ მეცნიერების გარეშე მე ქვეყნის განვითარებას ვერ ვხედავ. და მივედი და რო უთხარი ასეთი რამ ამოვიღო წერილები და მითხრა. აი წერილები რომელიც გაიგე ერთზე პასუხი არ მიგვიღია. აი თქვენ როგორ გააგზავნებთ ამ საუბარს? ხო, ნუ აი მე დაუბრუნდები ის ბატონო რომ ესე იგი თუ ანგარიშის გასაწევი არ გავხდით კი ბატონო ფაქტობრივად გამყრელიძე ხო იყო ანგარიშის გასაწევი არა გამყრელიძე იყო და შექმნილი ქონდა პროექტი კი მაგრამ რეალურად ეცეთ როგორი სიტუაცია არის გამყრელიძე როგორც ცალკე ფიგურა იყო ასე ვთქვათ საერთაშორისო რანგის ესე ვთქვათ მე მგონი 15 რაღაც აკადემიის რეალური აკადემიების წევრები და ასე და ძალიან ძლიერი პიროვნება იყო მე პირადად ვიცნობდი ბატონ თამასაც და ყველაფერი მაგრამ ესე ვთქვათ იმ ვითარებაშიც ბატონ თამაზი აღმოჩნდა და ქართული მეცნიერება და ასე და ბუნებრივი ანგარიშის გასაწევი არ იყო და მითომაც იქცეოდა ის ასე ექცეოდა კითხები რო გეტყვი არავითარი როცა არ ცნობს არავინ ანგარიშის გასაწევი რო ყოფილიყო ის ასე ხო არ მოიქცეოდა რა შესაბამისად ესე იგი ანუ რაღაცას უნდა ფლობდე თქვენ მაინც როგორც მეცნიერი საუბრობთ მაგრამ თქვენ ხელისუფლების რადგან არ გქონიათ აი მაგალ რანგის იმაში მე გეტყვი თქვენ ერთ რამეს რომ ესე იგი აი როდესაც მეცნიერი ხედავს რომ ხელისუფლების დამოკიდებულება არის მძიმე და ხელისუფლება ფიქრობს რომ თქვენ არაფერი არ ახართ არც იქნება პროდუქტი და მე პროდუქტი ძალიან ძლიერი რომ შეიქმნას ეხლა ამაზე არ ამგონია მე და თქვენ ვიდაოთ რომ დაფინანსების გარეშე სერიოზული პროექტი ვერ შეიქმნება ამას ჭირდება იცით რა თქვენ რაც არ უნდა მითხრათ ეხლა მე აი მაგალითად აი ჩვენ აღმოჩნდით ეს ხალხი რომელსაც დავწერეთ ეს მაგრამ დავწერეთ ეს არ არის თქვა ის პროექტი რომ ხალხმა თქვას რომ აი
რაღაც ეს არის უბრალოდ ის რომ აიღო მარტო ამას ვაწერია რომ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ პროგრამული პროექტი ჩვენი ხედვა ნუ ვიღაცას რო გაუგზავნე ეს იმას მაინც ხო უნდა ეთქვა რომ მოდით ერთი ხალხო ვინახართ თქვენ აი მე რო გაჩვენოთ თქვენ წერილები და ნუ ჩვენ დღევანდელი საუბარია ამ იმას რომ სადაც მივწერეთ რომ ერთი პროექტი მეორე პროექტი მესამე პროექტი მეოთხე პროექტი 50 პროექტი რო არის გაგზავნილი აი თუნდაც დღეს მაგრამ მას სხვა კურსი აქვს აღებული ჩვენ ვეუბნებით რომ დღეს რო გყავთ თქვენ 700,000 კაცი რო გყავთ დახმარებაზე ეს არის დანაშაული არგენტინის პრეზიდენტმა რა გააკეთა ნახეთ არა მე ვამბობ პრინციპს არგენტინის პრეზიდენტმა ნახეთ რა გააკეთა ასევე დახვდა იმას ამან ეს ფული გადაცა მეწარმეებს და იმერმა გააკეთეს და ყველა მაყოფილია ამ ხელისუფლებას ჭირდება რა იმას ჭირდება მონა ამიტომ აი აგერ თქვენ რო ჩახვიდეთ პარკში აი ხლა თქვა აგერ მიმდებარება 30 კაცს ნახავთ იმის მომწესრიგებელს იქ ორი კაცი ადრე რო ვიკითხე ძველ პერიოდში იყო ორი პროექტი არსებობს რომ 700,000 კაცი კი არა 700,000 აი მაგალითად მე ორ პროექტს გეუბნებით პირველი 700,000 კაციდან 400,000 კაცის რჩევა გადაქცევა შეიძლება ფერმერად ყოველგვარი ზედმეტი ფულის გარეშე ეს პროექტი მიწერილია და მეორე პროექტი არსებობს აი ის რომ ბანკებმა დააზარალა ხალხი და აღიარებული რო არის შევარდნაძის პერიოდში თანხა ხო არის აღიარებული აი იგივე ვინ იყო ვინც ამ გერმანიაში გააკეთა ეს იცით ახლა თქვენ რომ აი იმ პერიოდში სასაული როგორ გამოიყვანეს გერმანიამ მდგომარეობიდან იმ გუნჩიც რო გავლილია და იმათმა რო თქვენს რომ ჩვენსას თქვენი ჯობია ეს პროექტი არის მიყვანილი და ეუბნები ხელისუფლებას ჩვენ გეუბნებით რომ თქვენ ისტუმრებთ ამ ფულსაც რაც ხალხს ერგება თქვენგან და ამავე დროს თქვენ ანვითარებთ მაღალ ტექნოლოგიურ ეკონომიკას ამ ქვეყანაში მე რომ აქვს თქვა $20,000 რომ მქონდა შეტანილი $20,000 რამდენი ლარიც იყო მაშინ იმდენი ლარი მეგდგება ხელში არავინ არ ამაზდებს მაღალი ტექნოლოგია თუ მომაქვს ეს პროექტი წიგნად არის დაცემული და მიიტანეს იმათ თქვენს რომ ჩვენ ამ ორი პროექტი ხო გითხარით ორივეს რა პასუხი მივიღეთ ჩვენ ეს რო გავაკეთოთ ეს იმას ნიშნავს რომ თქვა ჩვენ უნდა დავკარგოთ ჩვენ პარტიას ვიღან აგვირჩევს მე იმიტომ რომ იქ არ არიან ინტელექტუალები თქვენ იქნებით სწორი ახლა მე რომ მითხრათ რომ კი მაგრამ თქვენ ასე რო გითხრეს გასულიყავით ხალხში და ხალხის მხარდაჭერა მიიღო ამას სწორი ხართ ჩვენ ახლა ამას ვაპირებთ კარგით აი მე შემოგთავაზებთ კონკრეტულ მოდელს კი ბატონო რომელიც კარგი იქნება იმუშაოს კი ბატონო თუ თქვენ პირველ რიგში ხართ პოლიტიკოსი დიახ პოსია რა კი ბატონო თუ მე საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობდი აქტიურად ეკითხეთ მაგრამ ბოლო 15-20 წელია მე მეცნიერებაში ვარ და ესაა ჩემი პრიორიტეტი ახლა რა აი მოდით ესე ვთქვათ ახლა გავითამაშოთ მაგრამ აი 32 ნახე დაიგდემწერია ხალხმა ჩათვალა რომ თავი დაანებე ახლა მიკი მოკიბოს და თქვენს რომ თქვენ 30 ხანია რო ხარ ჭირდები ახლა და აქეთ მოდი ახლა მიკი მოკიბოს დავანებოთ თავი კი ბატონო კი ბატონო შევეშვა იმ დიდ სისტემას რასაც საქართველოს რა უფრო მცირე სისტემაზე გადავიდეთ რაც არის მეცნიერება რა მე ვფიქრობ ასე რა რომ ჩვენ მოვაკეთეთ მცირე სისტემაში შედეგები მიღებს დივიდენდები არის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ხო ჩვენ სათქმელი გვექნება და ჩვენ ანგარიშ გასაწევი ძალა გავხდებით ეხლა ძალიან დიდი რესურსი არის ქართული მეცნიერებისათვის რომ თემურ შაშიაშვილი აღმოჩნდა აი ამ სისტემაში რა თავისი პოლიტიკური გამოცდილებით ხო ეხლა მე როგორც მეცნიერი ხო თქვენ როგორც პოლიტიკოსი ხო გირჩევთ რას გირჩევთ მე რომ ესე იგი თქვენ რაც სისტემა შექმნით უნიკალური სისტემა რაც სხვებს არ მოფიქრებია არ გაუკეთებია არ გახსოვთ ხო როგორც მინიმუმ თქვენ ეს ტელევიზია შექმნით რომელიც მეცნიერებას ემსახურება ხო მეცნიერება კონგრესში შექმნით ცდილობთ რომ გაერთიავდეს მეცნიერება რა თქმა უნდა დიდი ამბავია და ბევრი ვართ ამაში და მე რა ბერძენიშვილთან დაიწყო და დიდი ამბავია ეს არის მეცნიერების მარკეტინგ სისტემა რა მოდით ესე იგი ვიფიქროთ იმაზე რომ ესე იგი ეს გავაკეთოთ არა სპონტანურად კარგი გული და სპონტანურად არა მეცნიერულად გავაკეთოთ ანუ საუბარი არის რაც მეტამეცნიერებაზე ანუ არა მეტამეცნიერება ეს არის მეცნიერება მეცნიერებისათვის ხო თუ მეცნიერება არ გამოიყენა სამეცნიერო ცოდნა საკუთარი თავისთვის მას პრეტენზია ვერ ექნება რომ ესე იგი გამოიყენოს ის ცოდნა კარგია ესე იგი შესაბამისად დაუშვათ ავიღოთ საკითხები რომელიც დღეს არის ძალიან ვთქვათ აქტუალური საკითხი ეს არის არჩევნების მოთხოვნა ასე ვთქვათ რიგარეშე არჩევნები და ასე და ასე ხო ესე იგი ვინ არის ეს მეცნიერები ვისაც ეს საკითხი ეხება ხო ეს არის პოლიტიკური მეცნიერება ხო შესაბამისად ტელევიზია ამ შემთხვევაში
სამეცნიერო ტელევიზია, ხო? უნდა რეალურად შექმნას საინფორმაციო ნაკადი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტების ჩართულობით. იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი კარგი იდეა წარმოადგინონ თავისი ნაშრომებიდან, ნამუშევრებიდან, ფიქრებიდან და ასე შემდეგ, ხო, რომ ესე იგი ამით გააძლიერონ პროცესი, რა, ხო, ესე იგი, როდესაც ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ, იქ ეკონომისტთან ნაკადი უნდა იყოს, ესე იგი, ანუ მოდელირების თვალსაზრისით, ხო, ტელევიზია, ხო, უნდა ფაქტობრივად ასახავდეს საუკეთესო ვარიანტს იმ მოდელის, რომელსაც ჩვენ ხედავდეთ მეცნიერების მოდელს, ხო? რისგან შედგება, როგორ შედგება, რა ტოტები არის ესე იგი აი ამ მეცნიერების ხეზე, ხო? ესე იგი შესაბამისად, აი ეს პარალელური სისტემები უნდა არსებობდეს აქაც, ხო? ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ასეთი გზით წავალთ, ჩემი გვარაუდით, ხო? ესე იგი ჯერ ერთი თვითონ ტელევიზია გაძლიერდება. როგორც ერთ-ერთი მთავარი ბირთვი კონგრესის, მეცნიერების კონგრესის, ხო, იმიტომ რომ ტრიბუნა არის, ხო, ეს ფაქტობრივად პოლიტიკური ტრიბუნა არის მეცნიერების, ხო, მეცნიერ და პოლიტიკური ტრიბუნა არის, ხო, შეგვიძლია, ხო? ისაც მე მადლობას გეუბნებით, როგორც მოქალაქე და როგორც პიროვნება და როგორც ისე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ მეცნიერიც, ხო? ესე იგი, აი ეს პოლიტიკური პროცესების მოდელირება თუ არ დავიწყებთ მცირე სისტემებში, ხო, და თუ არ მივიღეთ პოზიტიური შედეგები, ხო, ჩვენ არც უნდა ვთქვათ, ის ჩვენ შეგვიძლია მიზაკეთება თუ ამიზაკეთება, ხო? როგორც კი დავინახავთ ესე იგი აი ამ შედეგებს, ხო, ჩვენს კიდევ უფრო მეტი ხალხი წამოვა რა. გასწავლარი არა მხოლოდ მეცნიერები წამოვა, ბიზნესმენები წამოვა და მიხვდებიან რომ ესე იგი სანამ პოლიტიკოსებზე ვილაპარაკეთ, ხო, ბიზნეს ჭირდება მეცნიერება, ბიზნეს ჭირდება მეცნიერება. რომელი დარგი არ ჭირდება, ვთქვათ, ბიზნეს, ფსიქოლოგიიდან დაწყებული, უშუალოდ ისტორიით დამთავრებული, ყველა დარგი არის საჭირო, ესე აღარ ლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, გეთანხმება. ახალ ტექნოლოგიებს, ხო. ესე იგი ეს ანუ ინვენტარიზაციაზე ჩვენ ძალიან კარგ მოდელთან მივედით, ბოლო სიტყვა თქვენი იქნება, ჩვენ ძალიან კარგ მოდელთან მივედით, ჩვენ საუბარი გუში რა იყო? ჩვენ უნდა გვესაუბრო სწორედ იმის თაობაზე, რომ ვთქვათ, ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ნუ შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ გადავდებთ ამას და დავილაპარაკოთ. უფრო მეტიც, ჩვენ ახლა ორშაბათი 5 დღე სამუშაო დღე ხო არის? ჩვენ სწორედ აი ეს არის ახლა მეცნიერთა კონგრესის ერთი მოდელი, რომელსაც თქვენ აბსოლუტურად სწორად კარნახობთ და დიდი მადლობა ამისთვის, ჩვენ წასეულებს გადაწყვეტილი, რომ ერთი დღე გადაცემა იქნება ეკონომიკა. სადაც მიდის ეს მოდელირება, ეს პროგრამებიც და ყველაფერი. მეორე სოფელი არის სოფელი როგორც კულტურული ფენომენი, არა ის რომ თქვათ პროდუქციის მომცემი. მესამე მიმართულებას არის სწორედ ასე იგი აი პოლიტიკური ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, ანუ რა არის ეს სხვა გზა და როგორ მოდელირებას ვაკეთებთ, გარკვეული ჯგუფები რო არის, საგარეო ეკონომიკური, საგარეო ვექტორი რაღაც და ამავდროულად და ერთი რომელიც დღეს უკვე გქონდა აქ საუბარი, მე ჩვენს მეგობრებს ვეუბნებოდი რომ დღეს რომ მოდის სამივენი რო ვიყოთ, უფრო ძლიერად იქნებოდა მეთქი რომ აი გვეთქვა სწორედ იმ მოდელს, რომელსაც თქვენ საუბრობთ, თქვენზე მეტი ახლა ამ პოლიტიკური თვალსაზრისით, აი ამ როგორც პოლიტიკური მეცნიერების თვალსაზრისით რაღაც რო იყოს, აი აბსოლუტურად მეორე პიროვნება შეიძლება საქართველოს კარგი კი არ არის, მაგრამ ნუ ნაკლებად არის ვინმე, თქვენ შეგიძლიათ ამ ხალხის მოკრება, თქვენ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, ისევე როგორც მე კარგ რამეს გეუბნებით თქვენ ახლა კიდე აგერ, ჩვენ უმუყურეთ და არ გამოვიდა არაფერი, ავიღეთ ასეთი მოდელი, მეცნიერება, პლუს საკუთრება, პლუს ფინანსები, პლუს მენეჯმენტი, პლუს რეკლამა. ეს ხუთი შევაერთეთ. მოიძებნა პიროვნება და თავის ეზოში ქართული ჯიშის გადარჩენა გადაწყვიტა პურის და უკვე ფთენგის ჯალიაშვილთან ერთად იქმნება ქართული პური როგორც სამკურნალო პური. თან მას ურთიერთობა აქვს მასკის გუნდთან, ურთიერთობა აქვს კენედის გუნდთან. პირველი მასალა გაიგზავნა უკვე, ეხლა ამას ვიღებთ და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე იგი მოიძებნა, ნუ ბატონ გიან ადარეიშვილს აქვს გარკვეული რაღაც თავისი ისინი, რომლის ექსპერიმენტი ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან ის ჩვენი თხოვნა იყო, ერთი 10 წელი აკეთებს ამ ექსპერიმენტს, ბატონი რამაზ გახუგიძემ გააკეთა და ძალიან სერიოზული რამ ისინი. ბატონი შოთა ჩხეიძე მუშაობს ამერიკაში, რომ გავიდეს ეს იქეთ და უკვე დიდი მხარდაჭერებია იქიდან და მეორე რაც შეეხება ბატონი გახოკიძე და ქალბატონი აღმოჩნდა ერთი, რომელიც ერეკლე საღლიანისგან ნახეთ ჩვენ, ქალბატონი მარიამ კიკაძე, აი რომელიც არის პური დავად. პურის, ნუ პური ხორბლით 30 გექტარს ხელი მოკიდა და ყოველგვარი პესტიციდის გარეშე, ყოველგვარი რაიმე სასუქის და რამეს გარეშე
ამბობს იმას, რომ მე შევძლებ 1 ტონა ნახევარზე მეტი ხარავის მოუყვანია. მე შევძლებ იმას, რომ 4 ტონა მოვიყვანოთ და ქართული ჯიში, ქართული პური, რაღაც წარმოუდგენელი იმით და ეს უკვე განზოგადდეს. მე გარკვეული ჯგუფი ამბობს, ვინც ამას დაუდგა გვერდით, თუ ეს გამოვიდა 100 ჰექტარზე, 200 ჰექტარზე დავთესავთ. ამ ჯგუფმა დაიწყო შესწავლა, თქვენ სწორი ხართ, დაიწყო შესწავლა, აქამდე ეს ჩვენ არ ვიცოდით და საქართველოში თვენახევარი ეძებდნენ მიწას, რომელიც არ იყო ავად. საქართველოს მიწა არის უმძიმეს მდგომარეობაში. აი ახლა გარკვეული ჯგუფი შეიქმნა სწორედ მოდელირება იმის, რასაც გაკეთოს, რომ ქართულ მიწას როგორ უშველოთ. ანუ ამ მიმართულებით ჩვენ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა, ამასთან მივიდოდით უფრო ადრე, ესე იგი საშა ბატონო, რომ აი როდესაც პირველი წინააღმდეგობები გაჩნდა და პირველი რაღაცები, მას მხარდაჭერა რომ მიიღო ხელისუფლებებში, არა მარტო ამ წინა ხელისუფლებებში. გარკვეულწილად ჩვენც დაუშვით შეცდომა, რომ მივყევით ამ εμას, თქვენც გვეხმარებით ახლა ამ შეცდომის გასწორებაში. რეალურად არის ახლა უკვე ამის დრო დადგა, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვა. ახლა შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გქონდეს რაღაც საკითხზე, მაგრამ ტრამპმა ნახეთ რა გააკეთა. ტრამპი ამბობს, რომ ვინც ღარიბები წამოთ აქედან უნდა გაგიშვათ უკან. მაგრამ 5 მილიონს ვინც გადაიხდის, ვაძლევ ყველა საშუალებას. მაგრამ ეს არ თქვა მარტო ვინც ჭკვიანები ხართ თელ სოფლიოში უნდა მოკრიბოთ და გიხდით ფულს. ანუ ტრამპი აერთებს ფულს და ნიჭს. ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ქვეყანა უნდა იყოს ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. ეს ქვეყანა დღეს არის ფულის უფლების ქვეყანა, უფლების. ფულის უფლების ქვეყნიდან ნიჭის ძალაუფლებაზე გადასვლა, ეს არის ძალიან ადვილი, როცა ხელისუფლებაც გააცნობიერებს და როცა ქვეყანაში არ იქნებიან მდიდარი მონები, ანუ მდიდარი ხარ მაშინ თუ ემონები ვიღაცას. ისე მდიდრდები და ინაჩუნებ შენ სიმდიდრეს, ამ მდიდრდები. სხვანაირად ვერ ახერხებავ იმას. პრობლემა არის სერიოზული. მე ძალიან ვამაყობ თქვენთან მეგობრობით, ძალიან მიხარია რომ ასეთი მოაზროვნე კაცი ყავს ქვეყანას. აი მართლაც აი დიდი ქართული განწყობით, დიდი ფესვებით, აი ამ თქვენი ისტორიული ფესვებით, რომელიც საუკუნეების სიღრმეებიდან და პოლონეთიდან მოდის და მოდებული ხართ თემ სოფლიოს, თქვენი ეს გვარი, თქვენ დღეს იმაზე მეტად ხართ საჭირო ქვეყნისთვის, ვიდრე საჭიროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განაცხადი, რომელიც ახლა კეთდება მესტინთა კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფში ვარ მე და სწორედ ასეთი რამეები გვინდა, თქვენგან იქნება მხარდაჭერილი, ამ დეტალებზე მოვილაპარაკებთ და ძალიან მოკლე დროში, რადგან ეს 4 უნდა ყოფილიყავით ჩვენ, ვინც 2 იყო თქვენ წინ. ერთად დავსხდებით, კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ და მე ეჭვარ მეპარება იმაში, რომ თქვენი დიდი მხარდაჭერა იქნება, იმიტომ რომ თქვენი პოტენციალის გამოუყენებლობა დღეს ქვეყნის ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე და მე არ მაქვს უფლება, რომ არ ვიბრძოლო იმისთვის, რომ საშა რუსეცკის პოტენციალი გამოყენებული იქნა საქვეყნოდ. ჩვენ მასკები არ ავალთ, მაგრამ რეალურად უნდა ვისწავლოთ ყველას გადა. შეიძლება მასკზე უკეთესი ხარ. მაგაც უნდა ვისწავლოთ რაღაცა და ყველა სია გამოაქვეყნეთ ეს 50 კაცს, ეგრე დავბრუნდები სადაც წერია, წაიგითხეთ ალექსანდრე რუსეცკი 32 ალფაბეტი. ვფიქრობ, რომ უშუალოდ ეს თანამშრომლობა ხო ყველაზე რთულია თანამშრომლობა იმასთან, ვისაც ოპონენტად თვლია, ხო? ეს მძიმე თემა არის რა. თუმცა ისიც საჭიროა. მაგრამ თუ ამაზე არ წახვალ, ხო ფაქტობრივად შედეგებს ვერ მიიღოთ. შესაბამისად, ჩვენ ჯერტი უნდა ვეცადოთ, რომ დაძაბულ ოპერაციაში ჩართულ გამოყოფილ ხარებს შორის შეუწყოთ ხელი ნორმალურ ზუსტი ხარ დიაგნოზს და გარდა ამისა, ამის შუაში ჩვენ გავაკეთოთ, ხო? ჩვენ თვითონ უნდა გქონდეს მათთან, ესე იგი, სხვანაირი დამოკიდებულება. ამიტომ ხარ საჭირო თქვენ ხაერივით. ჩვენ ფაქტობრივად ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი ვინც ფლობენ კაპიტალს, ხო ეს კაპიტალი იქიდან ჩამოვარდნილი არ არის, ხო ასე ვთქვათ, შეიძლება ადამიანს რაღაცა გაუმართლდეს და ესე იგი აუმართლოს და ესე იგი მქონდეს რაღაცა ვაში დაეცეს თავში და დიდი ფორმულა მოიგო. შეინახო ეს კაპიტალი და გაათმობო და გაასწორო ამას შეიძლება ინტელექტი. ყველა მეცნიერი წარმატებული ბიზნესმენი ვერ იქნება. და ბიზნესმენი ახლა ვთქვათ, ხო შეიძლება იყოს ადამიანი წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც საერთოდ მეცნიერული ცოდნა გეთახმები, კი ბატონო. სხვადასხვა კატეგორიები. მაგრამ და ურთიერთშემავსებელი იქნება ეს ბიზნესმენი. რაც უფრო შემავსებელია, მით უფრო ძლიერია ქვეყანა. ხელოვანი, არტი, მეცნიერი და ასე ვთქვა, ესე ჩვენ ეს წრეო და შევკრათ რა, ესე რაღაცა ლამაზად ესეთი დიზაინი და შეგვაქვს ურთიერთობის, ხო, ესეთი მოდელები. კი ბატონო.
ჩვენი ადგილის სწორად აი ძალიან კარგ გადაწყვეტილებამდე მივედი ჩვენ ბატონ საშასთან, ძალიან ჭკვიან და გონიერ კაცთან, მოაზროვნე კაცთან, დიდი კონტაქტებით ქვეყნის გარეთ და ქვეყანაში მით უფრო ის რომ თქვა ჩვენ უნდა დავიძრათ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნისკენ, ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაა საქართველოს მომავალი, ფულის უფლების ქვეყანა არის ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ჩვენ შევაერთებთ ამ ორ საშუალებას და ორივე მხარე რაღაც ჭკვიანურად თუ არა და მომავალი არ არის მაშინ. ამიტომ ამ საქმეში ფასდაუდებელია ბატონი საშას როლი, ჩვენ ამ საკითხებზე დავილაპარაკებთ მეცნიერთა კონგრესში და თქვენ ნახავთ სატელევიზიო ალბათ გადაცემას, რომელშიც რომლის მონაწილენი თქვენ ყველანი გახდებით და ამის პატრონი და წამყვანი ყველაფრის იქნება ბატონი საშა რუსეცკი. დიდი მადლობა, გამარჯვებით და წარმატებით ვიყოთ.